ცნობილი გახდა, რომ წანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავება დაიწყო. რაც ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქის მშენებლობა პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. წანისის ტყეპარკის განაშენიანება სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის, რადგან ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონაა და ქალაქის ბუნებრივ ფილტვს წარმოადგენს. არაბული სამშენებლო კომპანია იგელ ჰილსის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა ღიად დაადასტურა, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა უცხოელები იქნებიან. ამის შესახებ მან განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში. ასევე სერიოზულ ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ მთავრობის ოფიციალური განკარგულებით არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. აღნიშნული პროექტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიას და უსაფრთხოებას და გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე შედეგებს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე ეს ქალაქი არ უნდა აშენდეს. მოგესალმებით მეგობრებო, არ ვაპირებდი არც მე სიტყვით გამოსვლას, მაგრამ პროცესებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ უნდა შევახსენოთ თბილისელებს, ჩვენ საზოგადოებას ის მოცემულობა, რა მოცემულობას დღეს ჩვენს ირგვლივ ხდება. უბედურ მდგომარეობაშია ოპოზიცია. არ ვიცი რა უშველო, მე პირადად მინდა რომ უშველო, მაგრამ არ ვიცი რა უშველო, მაგრამ აი გიორგი ქარდავას მინდა გამოვეხმაურო რა. აი ეს პოპულისტური განცხადებები წანისის ტყეპარკთან დაკავშირებით. თან იმის ფონზე, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი თაწმინდის ფერდის აი ამ ხელმისაწვდომელ პროექტს აკეთებს და გამოდის და თავისუფლებას აძლევს და აი ესეთ განცხადებებს აკეთებს, აი რაღაც ტყეპარკზე ჩემი წარმომადგენლები ზიან, ჩემი კოლეგები აქ, ჩემი მეგობრები, რომლებიც წანის წარმოადგენენ და ამ რაიონს და ტკივათ ეს რაიონი და ამ ყველაფრის ფონზე, იმის ფონზე, რომ თაწმინდის ფერდი ქართულ ფონდმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აი ხელა საქველმოქმედო მნიშვნელოვანი პროექტი ტყე გააშენა ფაქტიურად, ხო? და ამ ყველაფრის ფონზე ეს არის პოპულიზმი, ჩემო კარგი. ეს არ შეიძლება. ეს არის სირცხვილი. ეს უნდა ამხილო. ეს უნდა ამხილოს ქართულმა საზოგადოებამ. და აი ეს უნდა გაჟღერდეს. და ეს პრინციპულად უნდა დაისვას ყველა ღირსეულმა ქართველმა.